და აი ისიც გარმინიც გამოჩნდა ჰორიზონტზე. ნახოთ გარმინს რა წარმოადგენს. ნუ იდეაში ხა ბევრ რაღაცას უშვები. ხო. ჩვენ ყველა არ გვაინტერესებს ამ შემთხვევაში. მე ძირითადად მაინტერესებს მხოლოდ ერთი მოწყობილობა, რომელსაც ხა ის კაცი ატრიალებს ხელში. ნახეთ აქვე ატლონის სტენდიც. ცნობილი ფირმა ესეც ჩვენს წრეებში არის ხოლმე გარკვეულწილად ცნობილი ასე ვთქვათ, ვიცით რა პროდუქციასაც უშვებს. ახლა სადითაო მოდელს არ ჩამოვილი. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა რაც იყო ეს ქრონოგრაფები, რაც პრაქტიკულად არის ერთ-ერთი ცნობილი ფირმის კონკურენტი, სახელს ახლა სპეციალურად არ დავასახელებ, იმიტომ რომ ეწყინება წარმოუდგენელს. ერთადერთი განმასხვავებელი რაც ჰქონდა იმ მოდელისგან, რომელსაც ახლა სახელს არ დავასახელებ, მინდა სპეციალურად წარმოებელიც ვნახო დღეს, იმიტომ რომ მას ახალი მოდელი აქვს წარმოდგენილი. ეს იყო შედარებით უფრო ჩქარი. გასროლისთანავე ეგრევე გიჩვენებდათ ხოლმე ციფრს, რაც თქვა აი იმას არ ქონდა ხოლმე და გასროლის შემდეგ სადღაც წამნახევარი 2 წამი გამოსახულება ელოდები და მერე ჩდება ხოლმე ციფრი. შესაბამისად ხა ინტენსიური ცეცხლის ვარიანტში არ შეგიძლია ხოლმე გამოვთვალო, რასაც ეს ასე თუ ისე გაძლევდა. ოღონდ თქვა და ბახ მერე კიდე აღარ გინდა ლუდინი. ბახ დაგიწერა, ბახ დაგიწერა, ბახ დაგიწერა. ბაბაბახ, აი მაგას ეს ვეღარ აკეთებდა. ჯამში ეს შედარებით უფრო იაფი ღირდა ვიდრე ის, თუ არ ავწდები $600-მდე ღირს ორიგინალი, რისი კლონიც არის ეს. ეს სადღაც $350 ეკვივალენტში თამაშობდა. სინამდვილეში მინდა გითხრათ, რომ კი ეს შეგიძლიათ იყიდოთ ბედნიერად მშვენივრად მუშაობს, მაგრამ შედარებით უფრო მძიმეა ვიდრე ორიგინალი მოდელი და გამოირჩევა იმით, რომ აქვს ჩვეულებრივი LCD ეკრანი, აქაც შუშაა, რაც ენერგიას საკმაოდ კარგად ჭამს, შესაბამისად მალე დაჯდება. აი იმ მოდელს, რომელსაც ახლა სპეციალურად მე სახელს არ ვასახელებ, რომ აქ მესეურებს არ ეწყინოთ, გამოყენებული აქვს ეგრეთ წოდებული ელექტრონული ქაღალდი, რომელიც მინიმალურ რაოდენობა ენერგიას ხარჯავს, შესაბამისად უფრო დიდხანს ყოფნით. აღარ აფიქს იმას, რომ წელს ახალი მოდელია წარმოდგენილი, რომელსაც უკვე შეუძლია წამში 10 გასროლის დაფიქსირება. შესაბამისად მაგალითად იგი AR15-დან თუ ისურვით, ჯერს თუ მიაყრით, იმასაც კი დაგიფიქსირებთ. ნუ ჯერს ახლა ავტომატურს არა, ნახევარ ავტომატურ ჯერს თუ მიაყრით, იმასაც კი დაგიფიქსირებთ. არ ამგონი ახლა თითით მე მოვასწრებთ წამში 10 გასროლაზე მეტის გაკეთება. თუ ნამეტანი გიჟი არ ახართ. შესაბამისად თუ ფასი ნაკლები გინდათ ეს, თუ ჯერზე მიდიხართ, მაშინ ის. ოღონდ ის ახალი მოდელი სადღაც $700-800 ღირს, ასე რომ ბევრი ისევ ამაზე გაჩერდება. საკმაოდ კაი კონკურენტია სხვათა შორის. კარგი, ეს არის მოკლედ ატლონის სტენდი. დავიდით სხვა სტენდებს. ნუ ერთ-ერთი თუ იცით ეს გაგონილი გეუბნებათ Double Alpha Academy, რაღაც მოდიფიკაციებს რო აკეთებს ხოლმე. თავიანთი ქრონოგრაფით გამოუშვეთ, მაგრამ უკვე მორალურად მოძველებულია, მე მგონი ესეთი რქიანი ქრონოგრაფის გაკეთება აღარც ვეკითხები, აღარც ფას არაფერს აზრი არ აქვს ახლა. სადაც Garmin და მისნაირი რაღაც მილიარდი გაიჩნდა და უკვე კლონირებების ეტაპია წასული, აქ ხა ესეთი რქიანი აზრი არ აქვს. Так, ქრონოგრაფების უკვე მე რამდენი ვერსიას ხვდებით, ეს მაგალითად ქალდველი, რომელიც ასევე ჩაერთო უკვე რეისში რაღაცნაირად დაწეული იყო, კლასიკურად ჩვეულებრივი რქიან ქრონოგრაფებს უშვებდა, ეს უკვე ისევ დამყარებულია დოპლერის ეფექტის გამოყენებაზე. ამისად ჩაერთო ახლა ვთქვათ რეისში, რომ დაწეოდა სისტემას რაღაცნაირად თვითონაც არ შემორჩენოდა. პრაქტიკულად ცდილობდა კონკურენტი გამოსულიყო ლაბრადარის ვარიანტის, მაგრამ გაცილებით დიდი ვერსია გამოვიდა, გაცილებით ბალკი არის. ეკრანი ამასაც ისეთივე პატარა აქვს, მიუხედავად ეს ამხელა შუშა არის, ეკრანის შუაში ეს პატარა რაც არის, მხოლოდ და მხოლოდ ეგ არის. რამდენიმე ბალისტიკური ქრონოგრაფი აღმოაჩინეთ, მაგალითად ერთ-ერთი მაგალითად ესეთი არის. გაცილებით უფრო პატარაა ვიდრე მაგალითად Garmin-ი, მაგალითად ეს ფუნქციები თითქმის იგივე აქვს, მაგრამ უფრო ახლოს იღებს, სადღაც 2 მეტრიდან იღებს უკვე მონაცემებს, ვიდრე მაგალითად Garmin, რომელიც სადღაც 5 მეტრიდან იღებს. აქვს აპლიკაციასთან კონექტი. რა თქმა უნდა, მოყვება ესეთი პატარა მოსახერხებელი ყუთიც.
მოკლედ საკმაოდ საინტერესო რაღაც დივაისია. აი იყო ვერსია 1, ვერსია 2 და ეს ახლა მაგალითად რაც არის, უკვე არის ვერსია 3. ფასი მიახლოებით სადღაც 450-თან მერყეობს, ხო, ეს უკვე თავის დღეგეთი. კარგი. ბოდიალში მოვედით FX Airgun-თან. უნდა იყოს ქრონოგრაფი, პოკეტ ქრონოგრაფი პატარა, ასე ვთქვათ, მესამე გენერაციის. თუ ნახე, მოდი მოვიაროთ, შევხედოთ, სად არის აგერაც. ეს პატარა მამაძაღლობა არის ქრონოგრაფი. ამათ წენზე რაღაცა რო გავუჭოთ ისე არ შეიძლება. თავის დაფიქსირების სისტემაა. ეს შეგიძლია მიამაგროთ ტოპზე, მე კბილების ვარიანტში. ჩასვი, მიაწექი, გადაატრიალო. ნუ შესაბამისად უნდა შეეცადო ისე რომ ახლა ეკრანი შენსკენ იყოს, ეს იქით არის მიმართული, საერთოდ ტყიან მიფრინავს და იჭერს. ნუ რა თქმა უნდა, ისე დოპლერის ეფექტზეა ყველაფერი აგებული. გადასარევი არის პნევმატიკისთვის, ოღონდ ლიმიტი აქვს თუ არ ვთქვი 381 მეტр/წამი. 1250 FPS-ი აქვს ლიმიტი მაქსიმუმ. შესაბამისად ახლა პისტოლეტისთვის თუ გინდა ცეცხლსასროლს კიდე გამოიყენებ, მაგრამ შაშხანა არა. შაშხანის უკვე აი ეს. ეს უკვე ერთ-ერთი მამა არის. ვიცი თბილისში ზოგიერთს უნდა, მაგრამ რა ვქნა, ვერ ჩავიდე ჯიბეში ვერ წამოვიღებ. ბოდიალში იპოვეთ ლაბრადორი. ეს იყო ერთ-ერთი ფუძემდებელი ახლებური ტიპის სიჩქარის გაზომვის. სამწუხაროდ ახლა ძველი ლაბრადორი აქ უკვე წარმოდგენილი აღარ არის. არის ეს. და არის მისი განახლებული ვერსია, ესეთი ფორმის. სამწუხაროდ წონა შედარებით დიდი აქვს. ეკრანი ესეთია. განვითარება ამ პატარა ქრონოგრაფმა ნახა იმის შემდეგ, რაც კონკურენტებმა ვთქვათ წამოეწიენ და ეს ტექნოლოგია უფრო დახვეწეს. წინა ლაბრადორი იყო შედარებით დიდი, წითელი, ეს უკვე ახალია, თეთრი არის. ამე სურათებს ჩაგიგდეთ, როგორ გამოიყურებოდა ძველი. სპეციალურად არ მინდა ხამად გამოვესაუბრო, იმიტომ რომ ვიცი ჩემი მიდგომა ხა რაც იქნება ძალიან ცუდად წამივაქ საქმე. მაინც უნდა გამოვკითხო კონკურენტების შესახებ, ასე რომ მოვკეტავ არ დაველაპარაკები. პირობითად რო ვთქვათ, ესე იგი იყო პირველი თაობის ლაბრადორი გამოყენებული. ეს არის დაყრდნობილი დოპლერის ეფექტზე. ამას თვითონ აწერია მაგალითად აი აქ რო ვიღოთ დოპლერ რადარი. დოპლერის ეფექტი აკეთებს იმას, რომ რადიოტალღა ხედავს შეკუმშული ჰაერის, ასე ვთქვათ, კვანტს და იმას აყოლებს და შესაბამისად შეუძლია გამოიჭიროს და მისი სიჩქარე გაზომოს, გადაადგილება გაზომოს, რაც მე საბოლოო შეიძლება სიჩქარის გამოხატვა. პირველი თაობის ლაბრადორი რაც ქონდათ გაკეთებული, ამათ მიუხედავად იმისა, რომ იყო რევოლუციური, მთელი ბუმი იყო ინტერნეტში. ესეთი ვარიანტი იყო, რომ უჭირდა გარკვეული კუთხით დაჭერა, განსაკუთრებით უჭირდა 22 ელერის დაჭერა. საჭიროებდა ბევრ ელემენტს, ცოტა მოუხერხებელი იყო, დიდი იყო, თავისებური მინუსები ჰქონდა. კონკურენტი გამოჩნდა Garmin-ი, რომელმაც შეცვალა ბაზარზე აი ეს დიდი პატარა ესეთი ფორმით, ახლა Garmin-თანაც გადავალთ. და ეს შემდეგ უკვე იძულებული იყვნენ გაეკეთებინათ ეს ყველა ფუნქცია ესეთ პატარა ვარიანტში. ტექნოლოგიაც რა თქმა უნდა ამასობაში დაიხვეწა. და რა თქმა უნდა ისეც რომ ბაზარი საერთოდ არ დაეკარგათ, მოუწიათ ასეთ რაღაც გაკეთება. უბრალოდ წაგეს იმ კონსტრუქციაში ეს შედარებით მასიურია, დიდია და ამას მაგალითად თოპზე ვერ დააყენებ. რაც რა თქმა უნდა მინუსია, პლუს პატარა ეკრანი და მხოლოდ ესეთ ტექსტურად გამოტანილი პატარა ინფორმაცია. დღესაც მაინც ერთ-ერთი წამყვანი არის, ლიდერი არის ამ სფეროში, ფუძემდებელია რაღაცეებში, განსაკუთრებით დიდ მოწყობილობებს თუ ავიღებთ, მაგრამ პატარა რადარების სეგმენტი წაგო. ძველს და ახალ დოპლერის რადარს აქვს ერთი კაი ფუნქცია, რომ შეუძლია რამდენიმე მანძილზე გამოგითვალოთ ტყვის სიჩქარე. ეს კაი არის ბალისტიკური კოეფიციენტი თუ გინდა გამოთვალო ადამიანმა ტყვის. მაგალითად დაგითვლის 50, 100, 150, ან პირიქით 100, 200, 300 მეტრზე, რაც მოგცემს უკვე საშუალებას გამოთვალოს სიჩქარე და გამოიყვანო ბალისტიკური კოეფიციენტი ტყვის. კარგი, მოვშით ლაბრადორზე, გადავედით სხვაგან. და ესეც Garmin-ის სტენდი. Garmin-ის სტენდზე მოდი გავჩერდეთ მარტო ორ დეტალზე, რომელიც სიახლე აქვს. ეხლა Garmin-ის იდეაში ძალიან ბევრი რაღაც სიახლეები აქვს, საათები, ნავიგაცია, ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ორი სიახლე. ერთი არის აი ეს, რომელიც გაძლევს საშუალებას
ხა სამწუხაროდ არ გამოჩნდება ამაში არაფერი. თულავს ვთქვი. ჯამში საკმაოდ ძვირიანი მოწყობილობა, სადღაც $2500 გადის. გაძლევს საშუალება ჩვეულებრივად გაზომოთ მანძილმძომია ჩვეულებრივ, ოღონდ დამატებული აქვს დამატებითი ფუნქციები, ისეთი როგორც მაგალითად ადგილის შენარჩუნება, პირობითად თქვენ გაზომეთ მანძილი აქედან აი მიმართულებით. შემდეგ გადაადგილდით დროთა განმავლობაში სხვაგან და ეს იმახსოვრებს კოორდინატს თუ სად გქონდათ გაზომილი მანძილი. შესაბამისად, როდესაც აქ გადაადგილდებით და პირობითად თუ იქით იყურებთ, ეს ისევ გეტყვით, რომ არა მოტრიალდი აი აქ იყო შენი სამიზნეო. ერთი მხრივ რაღაც კარგი გამოსავალია, მეორე მხრივ რამდენად საჭირო ეს ცალკე თემატიკაა. და აუცილებელი სანახავია Hero 2 უფრო სწორედ, რომელიც პირველი 01 იყო რევოლუციის რევოლუცია, იმიტომ რომ წეგან ვიყავით ლაბრადარის სტენდზე, ლაბრადარმა გააკეთა პირველად ეს დოპლერის ეფექტის ქრონოგრაფი, ბევრი ფუნქციები ჰქონდა, მაგრამ რაღაც ფილმსები ჰქონდა. გარმინმა უყურა გამოუშვა ესეთი 01 Hero 1 ქვია რატომღაც, დღემდე ვერ გავიგე როგორი კითხვა Hero 0 Hero შორტი ვზნაით. მოკლედ პლუსი რა იყო? თხელი კორპუსი, წონა მსუბუქი, თოფსეთ შეგიძლია დააყენო გვერდზე მაგალითად არკარაელზე სადმე მიაყენო. იძლევა საშუალებას დიდი ფართო კუთხით დაიჭირო, თქვია, არ ახარ შეზღუდული მანდამაც ეს სწორი ხედვა შენობა ფართო კუთხი აქვს. ამის გამო შეუძლია ნებისმიერი ტყვის დაჭერა იქნება ეს შვილდისარი, პნევმატიკა, 22 ელერი, პისტოლეტი, რამე 9-ხმლიანი გრძელულიანი ჩქარი, ნელი ტყვია, ბევრნაირი კონფიგურაციები აქვს, მაგალითად გამოვთიშოთ. ჩავთვით. თავიდან ჩართვისას გვეუბნება როგორ გინდათ დავიწყოთ მუშაობა. მაგალითად ვეუბნებით რომ კი ახალი გერმანულად ეს კარგი ახალი სეტინგი გვინდა და დანარჩენი ახლა გვეუბნება როგორ გინდა 9-ხმლიანი გრძელულიანი გინდა, პისტოლეტი გინდა, პირობითად ვთქვათ. შვილდისარი გინდა, აირგანი გინდა. შურდულიც კი ჩავუმატებია. შეიძლება რა, მაგალითად ავიღოთ 9-ხმლიანი. ვიცით? ოკეი. ამის მერე გვეკითხება რა სიჩქარების დიაპაზონში გინდათ, ანუ ვთქვათ, მელია საბსონიკი ან რაღაც მაგდაგვარი თუ ჩქარია. შესაბამისად იმ დიაპაზონში მუშაობს. აქ უკვე შეგიძლიათ მიუთითოთ კიდე ტყვის წონა და ამ შემთხვევაში დაგენგარიშებთ უკვე რამდენი ენერგია გამოვიდა გასროლისას. და შემდეგ უკვე მიდის პირდაპირ გასროლა. პირველს ქონდა ის რომ ყოველი გასროლის მერე ჭირდებოდა რაღაც დრო იმისაც რომ დაეწერა შედეგი. პირობითად წამნახევარი 2 წამი. ახალში გააკეთეს ის რომ ჩამატებულია ფიზიკურად ახალი პროცესორი, რომელსაც შეუძლია წამში 10 გასროლის დამუშავება. შესაბამისად, ნახევარ ავტომატში რომ მიაყაროთ პახ 10-ს დაიჭერს, 10-ს დაგიჭერთ და შესაბამისად სტატისტიკისთვის გადასარევი. დროს აღარ ხარჯავთ და აღარ ელოდებით გასროლებს. კარგი, ახლა მე გავჩერდები აქ. დავდგავ ჩემ კამერას და მოგიყვებით დანარჩენ ისტორიას. კარგი, ახლა სიტუაცია როგორი იყო უცებ რომ განვიხილოთ რა სიტყვაზე. სანამ ახლა თქვა დომინანტად გამოჩნდებოდა გარმი. პირველად რა თქმა უნდა, როგორც ვთქვი, ლაბრადარმა გამოუშვა ამ ტექნოლოგიას დამყარებული ქრონოგრაფი, შესაბამისად დისტანციურად შორს შეიძლებოდა გაზომვა სიჩქარის, რაც რევოლუცია იყო, იმიტომ რომ დანარჩენი მანამდე არ არსებობდა. ამ ლულაზე უნდა ჩამოგეკიდა მაგნიტური დამჭერი, რომელიც ლულაზე ეკიდა ტყვია როგორც კი გამოვიდა პირველ ამთვრელთან დაიწყებოდა თვლას და მეორე ამთვრელი იყო და იმას რო გაურიდა, შესაბამისად იქიდან გამოდიოდა ზუსტად ათვლის სისტემა და ისე გიანგარიშებდა რა იყო სიჩქარე. ეს ერთი მხრივ კარგი არის მაგნიტურის ვარიანტები განსაკუთრებით მაგალითად რა ვიღოთ მაგნიტოსპიდი, გადასარევი ქრონოგრაფია, გიზომავთ ზუსტად პირდაპირ ლულის ჭრილთან რაც არის სიჩქარე, აქვს ერთი ცუდი თვისება, რადგან ლულაზე პირდაპირ წვერზე არის ჩამოკიდებული, ნუ გარკვეულ ვიბრაციას იკიდებს და შანსი არის რომ სიტყვაზე ჯგუფი გაგიშალოთ, ანუ ნეგატიურად მუშაობს, ასე ვთქვათ, თქვენ შემთხვევაში. სიჩქარეს გაძლევთ, მაგრამ შეიძლება ცუდი შედეგი მოგცეთ სროლაში. არის კლასიკური ეგრეთ წოდებული რქიანს რო ეძახიან, ხო? არკარომა აქვს სიტყვაზე შეკრული, სამკუთხედი ან ოთხკუთხედი. ეს უკვე გაცილებით ძველი ტექნოლოგია, სადღაც ერთი 20 წლის წინამდელია. თავიდან იყო ალფა რედი იყო მაგალითად აძაგძაგებდა ბაზარს, მაგრამ დღეს ფიზიკურად აღარ არსებობს, იმიტომ რომ მოკვდა მის ტექნოლოგია. შესაბამისად, ამ არკაში, როდესაც გავიდა, თითოეული თაღი სინამდვილეში იყო დამთვლელი მოწყობილობის ადგილი.
პირველს რო გაივლიდა, ჩაერთვებოდა, მეორეს გაივლიდა, გამოირთვებოდა და ამათი მანძილის მეშვეობით ხდებოდა გამოთვლა რა დროში გაიარა ეს მანძილი, შესაბამისად დანარჩენი უკვე კალკულაცია მიდიოდა მათემატიკური და იწერდათ სიჩქარეს. იქ მერე იყო შემოღებული რაღაც პრინტერები უერთდებოდა და სხვა სისულელე, მაშინ რაღაც დონე იყო 20 წლის წინ. დღეს არაფერს არ წარმოადგენს, მაგრამ მაშინ 20 წლის წინ თუ მობილური ტელეფონი იმდენად გავრცელებული იყო და განსაკუთრებით სმარტფონი, რაღაც 2008-დან უკვე წამოვიდა სმარტფონები და ყველაფერი გადავეწყვეთ ტელეფონებს, ხო? სადღაც ზუსტი თარიღი არ მახსოვს, მაგრამ 2010-იანების ბოლოსკენ ჩდება ლაბრადარი, რომელიც იყენებს რევოლუციურ ტექნოლოგიას. იდეაში ამ ტექნოლოგიას იყენებდნენ კარბორბალების სადევნად. წარმოიდგინეთ, ახლა ზუსტად ეს ტექნოლოგია გამოიყენება შეკუმშული ჰაერის თქო გადაადგილების დაჭერა რადიოტალღებით და შესაბამისად ამას დოპლერის ეფექტი ერქვა. დოპლერი იყო ერთი პიროვნება, რომელსაც პირველად ესეთი თქო დაკვირვება გააკეთა შესაბამისი რადარი გამოიგონა. ალბათ გაქვთ ნანახი ფილმებში, ან თქო დისკოვერიზე გაქვთ ხოლმე, ან შეიძლება წაკითხული გაქვთ, ან ნანახი გაქვთ, აი ამერიკაში ძალიან აქტიურად არის ხოლმე, რომ კარბორბალებს დასდევენ ხოლმე და ესეთ რაღაცები დიდ სატვირთო მანქანაზე ესე ვერტუალ რაღაცა წვეტიანი რადარი უყენეთ ხოლმე. სწორედ ეს არის დოპლერის რადარი, რომელიც სწორედ სივრცეში სამ განზომილებაში იჭერს შესაბამისად შეკუმშული ჰაერის მასის გადაადგილებას და შეიძლება იმით განსაზღვროს სად გადაადგილება. ეს ეფექტი უფრო დაპატარებული გამოიტანა ლაბრადარის ჯგუფმა, გააკეთეს თავისებური ეს ნარინჯისფრო მოწითალო корпуსი და შესაბამისად ეს ლაბრადარი მუშაობდა. რა თქმა უნდა, ეს იყო რევოლუცია. შენ აქ მოხვედი, დააყენე შენთან თოფთან, ისვრი და აქვე გიწევს ეს სიჩქარეს, არც არაფერში არ უნდა უმიზნო, თაღებიანში ყოველთვის პრობლემა იყო ხოლმე, რომ ლულასთან ვერ დააყენებდი. დაამტვრევდა, სადღაც უნდა დაგიყენებინა 5 მეტრში, 5 მეტრში ყოველთვის ძნელი იყო ლულისთან ზუსტად გაგესწორებინა ხოლმე, იმიტომ რომ თაღი აქეთ იყურებოდა, ლული აქეთ უკვე სიჩქარე არ იყო, ან საერთოდ აცდენილ მონაცემს გიწერდა ხოლმე. ამასობაში შეცებ რაღაცა მოწყობილობა იაშიკია, უბრალოდ დააყენე, მიმართა იქით საითაც ისვრი და ეს პირდაპირ გიწერს ციფრს. გადასარევი რაღაცა იყო. უბრალოდ ქონდა რამდენიმე მინუსი. ნუ ხა მაინც პირველი ტექნოლოგია ჯერ რაღაც ასე ვთქვათ გასალაშინება ჭირდება, ხო? მინუსი ის იყო, რომ ვიწრო კუთხე ჰქონდა ხედვის და განსაკუთრებით ცუდი იყო ხოლმე დამიზნების ვარიანტში. დასამიზნებელიც დიდი არაფერი არ ქონდა, თუმცა ზემოდან корпуსზე ქონდა ერთი ჭრილი, თუმცა რომელიცაც უნდა დაგემიზნებინა, იქით საითაც ისროდი ხოლმე, თქვა სამიზნე გედო და იქით მიგემართა. ბევრი ამასობაში აკეთებდა ხოლმე კოქტეილის მილაკს ამაგრებდა ხოლმე, ზოგადად რაღაც მილის ფორმა ქონოდა და მიმართულება მიეცა, გახვედვისას სად ხდებოდა გასროლა. შესაბამისად, ესეთი გაჭირების მუშაობდა ხოლმე, იყო ცალკე საშუალება, რომ დაგიყენებინა მიკროფონი მისაც, რომ უფრო ძლიერად დაეჭირა ხოლმე ხმაც, ანუ ხმასთან ერთად თქვა სივრცეში გადაადგილებული მასებიც გამოიჭირა და უფრო ზუსტად ყოფილიყო ხოლმე, განსაკუთრებით ეს საჭირო იყო ტრიგერიზმის, რომ უბრალოდ ჰაერის მასალის მოძრაობა კი არ დაეჭირა, რომ აი გასროლა მოხდა და ეხლა უნდა დავიჭირო რაღაცა, რაც მოძრაობს. პრობლემა იყო ხოლმე შემდეგი. ელერისთვის იყო ხოლმე პრობლემა, იმიტომ რომ ჩუმი იარაღია და ტყვიაც ცოტა და შესაბამისად ჰაერში турბულენტობას პატარას იწვევს და ამის გამოჭირა ძნელი იყო ხოლმე, განსაკუთრებით ვიწრო კუთხის გამო პრობლემა იყო ხოლმე მისი გასწორება და ჯვარს იყო ხოლმე ნაცვამი ხალხი. პრაქტიკულად შეუძლებელი იყო აირგანზე გამოყენება. კი, იყო რეკლამა, რომ აირგანზეც შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ, მაგრამ რეალობაში როგორც წესი არ მუშაობდა ხოლმე, არც ის მიკროფონი, არც არაფერი, ცალკე ტვინის ბრუღვა იყო. მუშაობდა ჩვეულებრივი AA სტანდარტის ელემენტებზე, მეგონი 8 ცალი იყო ჩასალაგებელი, მე ცალკე დამატებით იყიდებოდა powerbank-ი და ამ შემდეგ. მიუხედავად ამ ყველაფერი მინუსებისა, მაინც რევოლუციური მეთოდი იყო. ამასობაში ჩნდება ბაზარზე Garmin. Garmin-მა თქვა კაცო ამხელა ბაზა მაქვს წარმოების. მეც მაქვს რა, ჭკუა შემიძლია რაღაცა გავაკეთო. და გამოუშვეს პირველი ხერო. ეს იყო რევოლუცია, რა თქმა უნდა, ლაბრადარს ჰქონდა ერთი გადასარევი საშუალება, რომ დისტანციას თქვა 3 ადგილზე შეეძლო გაზომა, თქვა პირობითად 100 მეტრზე, 200 მეტრზე, 300 მეტრზე. ხეროს ეს არ შეეძლო. გიზომავდათ მარტო პირდაპირ იქვე ლულასთანაც იყო და ისიც არ გიზომავდათ პირდაპირ ლულის ჭრილთან. ამით გიზომავდა სადღაც 4-5 მეტრის შემდეგ იჭერდა ტყვის турბულენტობას და იმის სიჩქარეს ზომავდა ხოლმე. მაგრამ ქონდა იდეალური განმეორადობა, იყო კომპაქტური, იყო კატასტროფულად მსუბუქი, გამოიყენებოდა E-Link ტექნოლოგია, ანუ LCD ეკრანი არ იყო ასე თქვა და შესაბამისად ენერგია პრაქტიკულად არ იხარჯებოდა ამაში. ვაი, საოცრება, უბრალოდ ლაბრადარი თუ ღირდა პირობითად საბაზისო კომპლექტი სადღაც $800, Garmin-ი ღირდა $600. უკვე ფასი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ამასობაში ლაბრადარს დამატებით რაღაც ფუნქციონალისტ რო შეგევსო და გეყიდა, უკვე სადღაც $1200-1300-ზე ადიოდა. თან ეს ამერიკაზეა საუბარი, ჩვენთან არ არის საუბარი.
აქ კიდე $600 ყიდულობ რაღაც აი პატარა კლობს, მოყვება სტანდარტულად თავის ტრიპოდი და გამარჯვება მეტი არაფერი არ გინდა. თუ გინდა ცალკე ერთი რელსი იყიდე, რომელიც თოფზე მიამაგრებ, რომ თოფთან ერთად როლსა მოძრაობს, სადაც ისვრებ, თან დაგიწეროს. მაგრდება პისტოლეტზე, თოფზე, რა ვიცი, ნებისმიერ რაღაცაზე. მენიუში კი შეგიძლიათ ამოიჩინოთ რას ესროლოთ. უბრალოდ რას ისვრებ. შვილდის არის? კი ბატონო. აირგანი? კი ბატონო. ელერი გინდათ? კი ბატონო. პისტოლეტი ეგეც შეიძლება და რა თქმა უნდა, სტანდარტულად შაშხანა გინდა იყოს. AR-15 კალაშა ან თვითონაც ბოლტი იყოს. შესაბამისად ეს მეორე რევოლუციის ტალღა იყო. რა თქმა უნდა, მას ვერ შეეგუა სხვა დანარჩენი მწარმოებლები. შარშან იყო თუ შარშან წინ გამოფენა, შარშან იყო გამოფენაზე რომ მოვიდეთ, აი ოხრად კლონები იყო წარმოდგენილი, ყველანაირი ზოგი იმას ჩალიჩობდა, ზოგი ამას ჩალიჩობდა, რო ეკითხებოდი ხა თან ისე დამაბნეულ კითხვას, მაგრამ ხო ხტები ხა მე რასთან ვაკეთებ პარალელის გავლას. იმისგან განსხვავებით რა გაქვს შენ პლუსი. ეგ უკვე იყო ან სიჩუმე, ან ერთადერთი რაღაცა ჩვენი უფრო გამძლე დიდხანს მუშაობს, ან სიტყვაზე ცოტა უფრო ჩქარაშეული ინფორმაცია გამოიტანოს. ხერო 1 თუ 0-1 ქონდა ის შემზღუდავი, რომ გასროლის მერე სადღაც წამნახევარი შეიძლება მაქსიმუმ 2 წამი ეკრანზე არაფერი არ ჩანს, მერე დაგეწერება ხოლმე ციფრი. შესაბამისად ეს შეყონება ბევრისთვის ფსიქოლოგიური გარკვეული ბარიერი იყო. რითაც თქვათ, სხვები დანარჩენი თამაშობდნენ, მაგრამ აგებდნენ მხოლოდ ერთ რაღაცაში. ყველას ჰქონდა არაადეკვატური ფორმა. წაგრძელებული, მაგალითად იგივე ლაბრადარმა გააკეთა თავისებური რა ქვია, კალდველმა გააკეთა ზუსტად პრაქტიკულად ლაბრადარისნაირი, მაგრამ ორივე იყო ისეთი წონის, რომ ფიზიკურად თოფზე მაგალითად ვერ დაყენებოდა. არაადეკვატური იყო. პლუს დავარდნისაც, რადგან წონა დიდი შანსია გატყეს. გარმის ეს არ აწუხებს. სულ რაღაც 90 გრამია, ფურფუტელა, პრაქტიკულად არაფერი არ არის, რის ხარჯზე მუშაობს, არ ვიცი. ჯამში გამოვიდა ესეთი სიტუაცია, რომ კი კონკურენტები ცდილობდნენ რაღაცას და ერთ-ერთი ესეთი გამოვარდა კომპანია Athlon-ი, რომელსაც გამოუშვა თავისი ანალოგი. მინუსი ის იყო, რომ არ იყენებდა E-Link ტექნოლოგიას, არამედ იყენებდა ჩვეულებრივ LCD ეკრანს, რომელიც კატასტროფულად ჭამს ენერგიას და პლუს რა თქმა უნდა, თუ დავარდა მოხდება, LCD გატყდება. E-Link-ი კიდე ქაღალდივით არის ფიზიკურად, არაფერი არასდროს არ მოდის, ასე რომ იდეალურია ამისანა პირობებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ Athlon-მა გამოუშვა თავისი მოწყობილობა, გაცილებით იაფი იყო, $350 ღირდა. რა თქმა უნდა, ხა ვიღაცას ვისაც არ შეიძლება $600 გადაღება, იმისთვის ხა $350 უფრო მისაღებია მაგალითად. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, საცუდავი ლაბრადარი უფრო და უფრო იჩაგრებოდა და იძირებოდა. კალდველს ისედაც ჰქონდა თავისი თაღიანი ქრონოგრაფი, მერე დაიწყო თვითონ ამ რაღაცის გამოშვება, მაგრამ დიდად არ აქცენტირებს, იმიტომ რომ კალდველს დიდი ასორტიმენტი აქვს ლაბრადარის, შერჩენილი იყო მხოლოდ ერთ მოწყობილობაზე და შესაბამისად ბაზარი უკვე ნელ-ნელა დაკარგა. და ამ პირობებში წელს Garmin-ი აანონსებს ზირო თუ ხირო, რა ვიცი, როგორც იკითხება, დღემდე ვერ გავიგე, ჩემთვის ხერო არის დღემდე, ხრენ საბაჭია. მოკლედ, ხერო 2, რომელმაც დიდი განსაკუთრებული ცვლილება არ განიცადა. ამასობაში ხერო 1-ისთვისაც გამოვიდა განახლება და დაემატა რამდენიმე ფუნქცია, ნახეთ რა არის. პირველი, რა თქმა უნდა, ახალი აპარატურული კომპლექსი, რომელიც გაძლევს უფრო ჩქარ რეაგირებას. პლუს შეცვალეს ეკრანის დიზაინი, ანუ ზედმეტი ინფორმაცია არ გამოდის და გამოდის ის ინფორმაცია, რომელიც შენ გჭირდება გასროლის დროს, აი ეკრანზე ხა ჩანს ზუსტად ეს ჰერო. შესაბამისად ეს ერთი პლუსი, მეორე პლუსი, რომ ჩქარა ამუშავებს და ინფორმაციას გაისვრით თუ არა ეგრევე გიწერს ინფორმაციას, აღარ აქვს დალოდების ის წამი და წამნახევარი ან გინდაც 2 წამი, გასროლა და ციფრის დანახვა ერთი არის, შეიძლება უცებ თოფიდანაც ვერ მოასწრო გადმოხედა, უკვე ეკრანზე გიწერია ციფრი რა მოხდა, რამდენი სიჩქარით გაისროლა. კიდევ ერთი პლუსი ისა, რომ დაემატა მენიუში დამატებითი პრო ფუნქცია, რომელსაც ექვია down range-ი. ეს განახლებაში დაემატა ხერო 1-საც და შეგიძლიათ რა ფიზიკურად თქვათ ეს თქვენი ქრონოგრაფი აიღოთ და სადღაც წინ range-ზე დადოთ. პირობითად თქვათ 100 მეტრში ან რაღაცა. და ჩავხდოთ ეს რეჟიმი. ამ შემთხვევაში როგორც კი ტყვია ჩაუფრინს მიახლოებით აი ამ ადგილზე, ხერო რა თქმა უნდა იმ ტყვიასაც დაიჭერს და შესაბამისად კი ლაბრადარის დიდი ესე ვთქვათ, ქრონოგრაფისგან განსხვავებით არ აქვს საშუალება, რომ ერთ ადგილზე დადგა და რამდენიმე მანძილი ერთ მენიუში გამოიტანოთ, მაგრამ ქრონოგრაფის გადაადგილებით შეგიძლიათ გაზომოთ ხო თავიდან, ვთქვათ, თქვენთან რა სიჩქარე იყო, შემდეგ down range-ზე რამდენი იყო. ეხლა შეიქმნა ესეთი სიტუაცია, რომ ხერო 1 ძალიან დიდი ხანი გამოდიოდა, ძალიან დიდი პოპულარობა გამოიწვია, მოიხვეჭა. არ ვიცი, ეხლა ციფრს ვერ გითხრით, რამდენი მილიონობით გაიყიდა, მეც მაქვს მაგალითად და ძალიან მაგარი და მოსახერხებელი რაღაცა ანგელოზია. უბრალოდ ხერო 2 რო გამოვიდა, ხა ბერმა დაიწყო უბრალოდ ყიდვა.
ну შესაბამისად დღეს ზეწოლა წავიდა ფსიქოლოგიურად. მოდით ხალხმა ხერო ერთსო ნუ გაყიდითო. ჩართეთ შიგნით ფუნქცია down range და გააკეთეთ ესეთი რაღაც. ხერო ორს თუ იყიდით, ხო? დააყენეთ თქვენთან, ხოლო ხელო ერთი დააყენეთ down range-ში სადღაც წინ. და გექნებათ ორი გაზომა, პირველი აქ, მეორე იქ. ამით მიიღეთ ლაბრადარის პრაქტიკულად ფუნქცია. კი, მესმის ეს ის არ არის და დისკომფორტია წამოდი და წაიღე დადე, მოდი აცილე ეს შემდეგ, მაგრამ ну რაღაც ასე ვთქვათ კომპენსირება. ეს უფრო მარკეტინგის ამაძაღლობა არის, მაგრამ რაღაც თავისებური ვარიანტია. სინამდვილეში ხა იდეაში რა ვიღოთ ხერო 2 კი განახლებულია, რაღაც დამატებით ფუნქციები აქვს, რაც თავარია ყველაზე მაგარი ფუნქცია რაც აქვს, რომ წამში შეუძლია 10 გასროლის დაჭერა. ხა ავტომატურ ცეცხლზე სამოქალაქო ბაზარი რა თქმა უნდა ორიენტირებული არა ვართ, ასე რომ ნახევარ ავტომატურ რეჟიმში რამდენიც არ უნდა გაისრულოთ ფაქტობრივად ყველას იჭერს. არაერთს ჩაუტარებია უკვე ტესტი, მე ჯერ არ მიყიდე, იმიტომ რომ ეს $600 აღარ აღრის მინიმუმ $700-დან იწყება. თბილისშიც იყიდება სხვათა შორის, Garmin-ის ოფისში შეგიძლიათ იყიდოთ 2229 ლარი ღირს. სადღაც $835 გამოდის, ძვირია ეს შობელძაღლი, ძალიან ძვირია. მე ფასდაკლებაზე მქონდა თავის დროს ნაყიდი. გახარებული ვიყავი, რომ იაფად შემჭა $2200, $2200 ლარს, ასე ვთქვათ, ჰაერში სამწუხაროდ ეს პირდაპირ ვერ გადავაგდებ. ასე რომ გაჩერებული ვარ, ჯერჯერობით ველოდები იქნებ და მოხდეს აქაც რაღაცა სიტუაცია ჩამივარდეს ხელში. ამათ რო ვეწუნო, ეხლა გარანტირებულად არ მაჩუქებენ, შანსი არ არის. მოყიდვით, მით უმეტეს აქ აკრძალულია გაყიდვა, არ გაყიდია. კარგი, მოკლედ ჯამში ასე თუ ისე, დღეს გვაქვს სიტუაცია, რომ ბაზარზე ახალი დომინანტია, ახალი მეფია. ნახოთ, რამდენი ხანი შერჩება გვირგვინი თავზე. დრო გვიჩვენებს ყველაფერს. კარგი, ეს იყო ქრონოგრაფებზე პატარა მიმოხილვა. იმედია საინტერესო იყო. მოვჭით. შემდეგი კიდე სხვა რაღაც ჩანართები გვექნება.